დღეს დილით 10 საათზე ადვოკატებს შეხვედრა ჰქონდა ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან, რომლებიც ისმენდნენ დღევანდელი პოლიტპატიმრების ბაჩუ ახალაიას და ვანო მერაბიშვილის кейსებს, შემთხვევებს ჩვენი მხრიდან. სწორედ ამ დროს დამიკავშირდა გამომძიებელი ჭუმბაძე, პროკურატურის გამომძიებელი, რომელმაც მითხრა, რომ ოლეგ მელნიკოვს უყენებდა ბრალს და რომ პირველ საათზე უნდა ყოფილიყავი პროკურატურაში. ასევე დაუკავშირდა მეორე ადვოკატს მალხაზ ველიჯანაშვილს. აღნიშნულის შესახებ ასევე ჩავაყენეთ ევროსაბჭოს წარმომადგენლების საქმის კურსში და განუცხადეთ, რომ ეს ბრალის აყენება იქნებოდა აბსოლუტურად უკანონო, ვინაიდან ოლეგ მელნიკოვის ექსტრადირება მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და უკრაინის ხელისუფლებამ პირდაპირ ჩაწერა შესაბამის დოკუმენტში, რომ ნებისმიერი სხვა ბრალი იქნებოდა უკანონო, ვინაიდან შეთანხმება ხდებოდა ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე და მხოლოდ ამის გამო ხდებოდა ამ ადამიანის ექსტრადირება. მას შემდეგ რაც ტელეფონზე მე და მალხაზ ველიჯანაშვილმა ვისაუბრეთ ამ დარღვევის შესახებ და განვაცხადეთ, რომ როგორც კი ბრალს წაუყენებდნენ ოლეგ მელნიკოვს, ამის შემდეგ ჩავატარებდით პრესკონფერენციას და საზოგადოებას ვამცნობდით ამ დარღვევის შესახებ. ჩვენ მივედით პირველ საათზე ციხეში და დაურეკეთ ბატონ ჭუმბაძეს, მე დაურეკე პირადად და შევეკითხა თუ სად იყო, რატომ არ უყენებდა ბრალს ოლეგ მელნიკოვს. მან სიცილით განაცხადა, რომ ოლეგ მელნიკოვი თურმე შეეცოდა და ამის გამო არ უყენებს ბრალს. ცალსახად დადასტურდა და შეგიძლიათ ეს მობილური ზარებითაც ნახოთ და მესიჯებითაც, რომ ყველა ადვოკატს, ყოველ შემთხვევაში მალხაზ ველიჯანაშვილს და გიორგიონიანს აშკარად უსმენენ და სწორედ ჩვენი ნალაპარაკების შემდეგ ღებულობენ გადაწყვეტილებას. თუ ესე არ არის, მიმართავ პროკურატურას, გააკეთოს ახსნა განმარტება, განცხადება, განუმარტოს საზოგადოებას, რატომ აპირებდნენ დილის 10 საათზე ოლეგ მელნიკოვისთვის წაეყენებინათ ბრალი და ჩვენი საუბრის შემდგომ რატო შეიცვალა მათი პოზიცია. სხვა შემთხვევაში დადასტურებულად შემიძლია ჩავთვალო ის ფაქტი, რომ ჩვენი სატელეფონო საუბრის შემდეგ, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენგან გაიგეს, რომ ეს იქნებოდა უკანონობა და ამაზე მოუწევდათ პასუხისგება, მათ შეცვალეს პოზიცია და არ წაუყენეს დღეს ოლეგ მელნიკოვს ბრალი. ეს ეხება სწორედ იმ შემთხვევას, რაზეც დღეს ბაჩუ დათა ახალაიას წაეყენა ბრალი და ასევე მეტრეველს. ეს საქმე არის ძალიან კომიკური საქმე, მინდა გითხრათ, არის ორი ჩვენება, ეგრეთ წოდებული დაზარალებულების, რომლებიც აცხადებენ, რომ ძალიან მაგრად იყვნენ ნაცემები, აცხადებენ, რომ მათ რაღაც ნეკნი ჰქონდათ დაზიანებული, ვიზუალურად იყვნენ ძალიან მწარე ნაცემები და ამავე დროს აცხადებენ, რომ მათ არ მიუმართავთ არც ერთი საავადმყოფოსთვის, თურმე ეს ადამიანები არ უნახია არავის ესეთი ნაცემები, არავისთვის ეს არ მოუყოლიათ, ცოტა არ იყოს აბსურდულია და ამბობენ, რომ რაღაც ვირტუალური გოგო არის გამოგონილი, რომელიც საქართველოში საერთოდ არ არის, დაკითხულიც არ არის ის ადამიანი და ამბობენ, რომ ეს გოგო გვიყვარდა და ამის გამო უყვარდა ერთ-ერთს ამათაგანს და ამის გამო შეექმნა პრობლემები. და წარმოიდგინეთ, რომ ვის გამოც, ესე ვთქვათ, ეს ინციდენტი შეიძლებოდა მომხდარიყო, დღემდე ბრალი ისე აქვს წაყენებული ადამიანებს, რომ დღემდე ის გოგო დაკითხული არ არის. ეხლა ეს რამდენად გამოძიებული საქმეა და რამდენად რეალობასთან შეიძლება ამას საერთო კონდეს, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. არა, გვირგვლიანის ყველობისთვის გასამართლებული არ არის არც ალანია და არც ერთი პირი. დღეს სწორედ მაგას მოვითხოვთ, რომ გაირკვეს, ვინ მოკლა გვირგვლიანი და დღევანდელი ხელისუფლება და დღევანდელი პროკურატურა ცალსახად შემიძლია გითხრათ და თქვენთვისაც არაერთხელ მithქვამს ინტერვიუში, რომ არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ კონკრეტული მკვლელი გაირკვეს, არსებობს თუ არა ერთი კონკრეტული მკვლელი და მეორე ვინ იყო ეს ადამიანი. ვინ ჩაიდინა აღნიშნული მკვლელობა. დღემდე ეს საქმე გამოუძიებელია და ამას ეს დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ სამწუხაროდ მხოლოდ პიარისთვის იყენებს, რაღაც სხვადასხვა მუხლებით, უფლებამოსილების გადამეტება, ბოროტად გამოყენება აკვალიფიცირებს ამა თუ იმ პირების დანაშაულს და კონკრეტულ შემთხვევას, რაზეც საზოგადოებას თავის დროზე ჰქონდა სერიოზული აღშფოთება და დღესაც აქვს, არაფერს აკეთებს ამის გასარკვევად. ერთ ადამიანსაც კი არ უსვავენ შეკითხვას, მათ შორის არც ბიბილურიძეს, არც ღაჭავას, არც მელნიკოვს, არავის აბსოლუტურად, თუ ვინ გამოიყენა ის ბასრის საგანი, რითიც ექსპერტის განცხადებით სანდრო გირგვლიანი არის გარდაცვლილი. იქიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით, რომ ალანია გვირგვლიანის ყველობისთვის არის კი მე გეტყვით ამ ბრალის წაყენების რეალური მიზეზი რა იყო,
ალანიას ასევე წაყენებული აქვს კიდევ ერთი ბრალი რაღაც თემასთან დაკავშირებით პოლიციელები ჩევიან რომ თითქოს ეს ადამიანები იქნენ ნაცემები გასულია თითქმის სასამართლო ბოლოში უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იწვევა აბსოლუტურად შეეტყო იმ საქმეს რომ ამ საქმეზე განაჩენი არ დადგება შესაბამისად ალანიას ექნებოდა საშუალება ჩამოსულიყო და გვირგვლიანის საქმეზე მიეცა ჩვენება რაც არაწყობდა პროკურატურას და სწორედ ამის გამო მხოლოდ ამის გამო წაეყენა დღეს ბრალი. სხვა შემთხვევაში არალოგიკურია, არ ყავდეს დაკითხული ქალბატონი, რომლის გამოც თითქოს და აცხადებს ერთი მხარე რომ მოხდა ეს დანაშაული და ისე უყენებდე პირებს ბრალს. არ ვიცი. დიახ. კი ბატონო. კი ბატონო. მალხაზ ველიჯანაშვილს მეორე ადვოკატს. ანუ თქვენ ნახავთ თუ ამოიღებენ დეტალურებს და დარწმუნებული ვარ ამას არ გააკეთებენ და არც ამ განცხადებაზე გამოძიებას არ დაიწყებენ, თუ ესე მოხდება, ნახავთ რომ დარეკილი აქვს პროკურორს ჩემთან, დარეკილი აქვს მალხაზ ველიჯანაშვილთან. შემდეგ მესიჯს წერს მალხაზ ველიჯანაშვილი რომ პირველ საათზე ოლეგ მელნიკოვს უყენებენ ბრალს. ამის შემდეგ მე ვესაუბრე როგორც გითხარით ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ამ кейსთან დაკავშირებით. შემდგომ დაურეკე მალხაზ ველიჯანაშვილს ერთმანეთში ჩამოყალიბდით რომ ეს იყო ევროკონვენციის ამადამ მუხლის დარღვევა და ამაზე გავაკეთებდით აუცილებლად კომენტარს და ამის შემდეგ შეიცვალა პოზიცია. თუ ეს არ უკავშირდებოდა ამ ზარს, მაშინ პროკურატურამ როგორც მინიმუმ უნდა ახსნას, რატომ დაგვირეკა დილისაც საათზე და შემდგომ რატო შეცვალა პოზიცია ოლეგ მელნიკოვთან დაკავშირებით. სხვა ბრალი წაუყენო ადრე ჩადენილი დანაშაულისთვის. ანუ თუ ეხლა დღეს თუ ადამიანი ბრალს ჩაიდენს, ესა დანაშაულს ჩაიდენს, რა თქმა უნდა, ამის გამო შეგიძლია შენ მას წაუყენო ბრალი, მაგრამ როდესაც კონკრეტულ დანაშაულზე, კონკრეტულ кейსზე შენითხო პირის ექსტრადირებას, ეს აპრიორი აღიქმება ისე, რომ მანამდე მას შენ არ ედავები არაფერს და სწორედ ეს არის მისი ექსტრადირების საფუძველი. ამიტომ გადახედავენ იმ საქმეს და თუ ჩათვლია, რომ იმ საქმეში არის მტკიცებულებები, რომ გადმოგცენ შენ პირი, გადმოგცემენ. პროკურორს აკი აბა. ჭუმბაძე, კახაბერი. ეხლა იცოდნენ არ იცოდნენ მეგეუნებით იმ რეალობას რაც მოხდა და ეს თვითონ უნდა ახსნან თუ იცოდნენ რატო უყენებდნენ თუ არა და ეხლა თამაში და ხუმრობა არ არის ეს რაც ვქო რომ მირეკავ და მეუბნები რომ პირველ საათზე შენი დაცვის ქვეშ ყოფს უყენებ ბრალს და მე 12 საათზე მეუბნები რომ შეგვეცოდა და არა დღეს არ უყენებ ცოტა არ იყოს მე მგონი ამას სამართლებრივ ჩარჩოში ვერ ჩასვალ